Brains are buzzing, thoughts are bright. Neurons veering day and night. Science stories deep inside. Welcome to the Mind Spotlight. გამარჯობა. დედამიწის გამარჯობა. მოსახლეობის დაახლოებით 0.6% ტრანსგენდერი ადამიანია. ისინი ჩვენს გვერდით ცხოვრობენ, ჩვენი მეზობლები, მეგობრები, ნათესავები არიან და რაც მთავარია, საზოგადოების სრულფასოვანი და სრულუფლებიანი წევრები. სწორედ ამიტომ დიდი შესავლის გარეშე დღეს ჩვენი სტუმარია სერენა ჩიბურდანიძე. დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ და მზად ხართ ისაუბროთ თქვენს გამოწვევებზე და გამოცდილებებზე. დიდი მადლობა თქვენ პირიქით მოწვევისთვის. ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, იმიტომ რომ თქვენ დამპატიჟეთ თქვენს ბლოგში. დიდი მადლობა. მოდი დავიწყოთ იმით, რომ სტატისტიკა ძალიან ძნელი მოსაპოვებელია, მაგრამ არსებობს ერთი სტატისტიკური მონაცემი, რომელიც ძალიან თვალში მხვდებოდა ყოველთვის. ეს არის ტრანსგენდერი ადამიანების სახელები. რატომღაც ქართველი ტრანსგენდერი ადამიანები ყოველთვის არასტანდარტულ სახელებს ირჩევთ. თუნდაც როგორიც არის სერენა. რატომ სერენა და არა ვთქვათ ქეთი, ეკან, ნატო? იცით, ყველა ტრანსგენდერ ქალს ექნება თავისი პასუხი ამ შეკითხვაზე. მე ჩემსაც მოგახსენებთ, რატომაც გადავწყვიტე გამერქვა სერენა. ვორჭობობდი ორ სახელს შორის, ეს იყო ეკა და სერენა. თუმცა ყველაზე ბოლო წამს მივიღე გადაწყვეტილება ჩავწერე საბუთებში სერენა, რადგან ვიფიქრე, რომ ამ ხერხით თავს ავარიდებდი ადამიანებს, მოზარდებს, ბავშვებს, გოგონებს სკოლებში ბულინგისაგან, იმიტომ რომ ხშირი იყო ისტორიები, მსმენია მოუწერიათ უთქვამთ, უამბიათ ჩემთვის, რომ გამხდარენ ამა თუ იმ ცნობილი ადამიანის სახელის გამო ბულინგის მსხვერპლი გოგოები სკოლებში და სწორედ ეს იქცა მიზეზად იმისა, თუ რატომ გადაწყვეტე დამერქვა არა ქართული სახელი, თუმცა კი ძალიან მსხვერპლია. ძალიან საინტერესოა, ეს არის ეს გამოცდილება, რასაც ჩვენ ალბათ მეორე მხარე, ასე ვთქვათ, ძალიან ცუდად გამომდის, შეიძლება მხარეებად დაყოფა, მაგრამ ეს ის გამოცდილება, რასაც მე მაგალითად ვერასოდეს ვერ მოვიფიქრებდი, რომ ეს არის მიზეზი. სწორედ ამიტომ მგონია, რომ ჩვენი ინტერვიუ ძალიან ღირებულია და ბევრ ადამიანს დააინტერესებს და დაეხმარება. ჩვენ ორივე ვიმყოფებით გერმანიაში, ვართ ემიგრანტები, შეიძლება ასე ითქვას. მოდი დავიწყოთ მაშინ იქიდან თქვენი გზა, თუ როდის ჩამოხვედით გერმანიაში, როგორ ჩამოხვედით და რა გზა გაიარეთ აი ამ ოლვილის სტატუსამდე. ყველაფერი დაიწყო ბუნტით, როგორც ეს ხდება, პროგრესის სურვილით. ეს შესაძლებლობაც არ მეცემოდა საქართველოში, ვინაიდან მოგახსენებათ, სახელმწიფო პოლიტიკა არის ისეთი, რომ ტრანსგენდერი ადამიანები ფაქტობრივად არ არსებობთ ქართული პოლიტიკისთვის, ჩანდასვის სისტემისთვის და ასე შემდეგ. და როცა მივხვდი, რომ მხარდაჭერა არ მექნებოდა არც ოჯახის მხრიდან, არც სახელმწიფოს მხრიდან და ვიყავი საკუთარი თავისა და ბედის ამარა, მივიღე გადაწყვეტილება დამეტოვებია სამშობლო. გზა იყო მართლაც არც თუ ისე ადვილი, მე ვიტყოდი, იმიტომ რომ აქაც გერმანიაშიც წავაწყდა ძალიან ბევრ ბიუროკრატიულ პრობლემებს, შეიძლება ითქვას, რომელიც შემთხვევით უცხო იყო იმ ეტაპზე, იმიტომ რომ საქართველოში მოგეხსენებათ სხვა გვარი სტრუქტურა არის სახელმწიფოებრივი და ძნელი იყო ამასთან შეგუება, თუმცა ცუდად რომ გავუმკლავდი ამას. ეს იყო მთავარი სირთულე, რაც შემხვდა, როცა გერმანიაში ჩამოვედი საცხოვრებლად. დახმარება გაგეწიათ თუნდაც ამ ბიუროკრატიული საფეხურების გადალახვაში, თუ მოგიწიათ, რომ ყველაფერს მარტო გამკლავებოდით? მარტო ინფორმაციის არ ქონის გამო ძალიან სუდად ვიყავით ინფორმირებული, თანაც მე მოვხვდი ნაკადში, არ ვიცი ამას ისტორიული სახელი ჯერ არ დარქმევია, იმიტომ რომ უახლესი ისტორია არის, ხო, ეს სირიასთან დაკავშირებულ ომს გულისხმობ, როცა დიდი ემიგრაცია დავარქვი და არ ვიცი როგორ დააქვემს ამას ისტორია. მოვხვდი ზუსტად იმ ნაკადში, როცა სირიიდან წამოვიდა ეს ნაკადი დევნილების
და იდგა სრული ქაოსი, ანუ ყველა იყო გაურკვევლობაში, რა, როგორ არ არსებობდა ინფორმაცია, ძალიან უნდა მისულიყავი სხვადასხვა უწყებებში, უნდა გამოგეთხოვა დახმარება, ეს მერე და მერე ვგებულობდი ამას ეტაპობრივად, რომ ასეთი რაღაც შესაძლებელი იყო. მე კი არც ენა ვიცოდი, ეს წერილები მომდიოდა გერმანულ ენაზე და ბუნებრივია ვერ ვგებულობდი მათ, იმიტომ რომ საერთოდ არ ვიცოდი მაშინ გერმანული. ეს წარმოადგენდა მთავარ სირთულეს, ინფორმაციის არ ქონა. კი, მესმის. თქვენი ცვლილებები ფაქტიურად ბოლო ეტაპზე გადავიდა, გარეგნულ ცვლილებებს გულისხმობ, მას შემდეგ რაც ჩამოხვედით გერმანიაში, სწორედ მივხვდი? დიახ, დიახ, ასე. მაშინ გითხარით, რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა აი ამ ცვლილებების დროს თუ შემდეგ? თუნდაც მაგალითად როგორი იყო რომ გაიხსენოთ პირველად გასვლა ქუჩაში უკვე შეცვლილი სტატუსით? დიახ. საკმაოდ რთული იყო ზუსტად ის, რომ პირველი როგორ თქვა, ადამიანებს გვიზის თითქოს თავში ესეთი რიგითი ჩინოვნიკი, რომელიც არის ცენზორი ჩვენი, რომელიც არ ნახობს თითქოს რა უნდა გავაკეთოთ, რა არ უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ, რა უნდა ვიგრძნოთ, ან რა არ უნდა ვიგრძნოთ. მე გადავწყვიტე ერთ დღესაც, რომ ეს ჩინოვნიკის ჩემი პირადი ცენზორი, რომელიც ალბათ ყველა ადამიანის გონებაში ზის, დამეფლა ხმად ჩემს ფსიქიკაში, ცოცხლად დამემარხეს, უხეშად რომ ვთქვათ. და არ მომესმინა მისთვის. ალბათ საკუთარ თავთან გამკლავება იყო ყველაზე რთული და კარის ღრუბლს გადაბიჯება, პირველი ნაბიჯის გაკეთება, აი ქალის ფორმაში, მაგალითად, ქალის სამოსში გამოწყობილი მაკიაჟით და ასე შემდეგ. როცა ამ ბარიერს ლახავს ადამიანი, თითქოს შემდეგ უკვე ყველაფერი ადვილია. როცა იმ ზერას იჭერ ადამიანებისაც, ხო, ეს იქნება შეიძლება ასოც არ იყოს ეს ნეგატიური კონტექსტის მატარებელი, არამედ უბრალოდ ცნობის მოყვარეობის გამო გიცქერდნენ ადამიანები. მაგრამ შენ ამას აღიქვა მაინც როგორც რაღაც უარყოფით. ასეთი ყურადღება არ გსიამოვნებს თითქოს და ამას თანდათან კი ეგუები თითქოს, მაგრამ მაინც საბოლოო ჯამში ყველაზე რთული არის ზუსტად აი ეს ორი ფაქტორი. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ასე იყო, გარეთ გასვლა, იმ ზღუპს გადაბიჯება და იმ შენი ჩინოვნიკის დამარხვა, ასე ვთქვათ, რომელიც კარნახობს, რომ არა, ეს ამას არ უნდა გრძნობდე, ამას არ უნდა ფიქრობდე და ასეთი სწრაფები არ უნდა გაგაჩნდეს. ესეც ძალიან საინტერესოა რეალურად, იმიტომ რომ რაღაცნაირად ჩვენ ვერასოდეს ვერ ჩავჯდებით, ასე ვთქვათ, თქვენს ტყავში და ვერ განვიცდით იმას, რაც თქვენ განიცადეთ. იცით, რას ვიკითხავდი კიდევ? რატომღაც ალბათ ყველანი დანარჩენი ადამიანები, ვინც ტრანსგენდერები არ ვართ, ვფიქრობთ, რომ თქვენ შინაგანად იცვლებით მას შემდეგ, რაც ეს გარეგნულად ამდენი ცვლილება ხდება. მეორე მხრივ, როცა დავფიქრდებით, ასე მგონია, რომ შინაგანად თქვენ ყოველთვის ესეთი წარმოგედგინათ თქვენი თავი. ესეა გარეგნული ცვლილებები იწვევს შინაგან ცვლილებებს თუ შინაგანად არაფერი არ იცვლება? ალბათ აქაც ინდივიდუალურია, მაგრამ მე უფრო ვიხრები იმასისკენ, რომ არა, ჩვენ ყოველთვის ასეთები ვართ შინაგანად და გარემოცვლილებები არის მხოლოდ თითქოს ორმაგი სარკე, რომელიც ასახავს ჩვენს შინაგან სამყაროს, უბრალოდ უჩვენებს დანარჩენ საზოგადოებას, სხვა ადამიანებს, როგორ ვხედავთ ჩვენ ჩვენს თავს. ეს არის ინსტრუმენტი იმისა, რომ თქვენ დაგანახოთ, როგორები ვართ სინამდვილეში. მაგრამ დასაბამიდან ვთვლი, რომ ჩვენ ასეთები ვართ. კი, მეც ესეთი წარმოდგენა მაქვს ზუსტად. რა როლი ითამაშა ფსიქოლოგიურმა მხარდაჭერამ? ალბათ თქვენ ფსიქოლოგიური თერაპია გქონდათ, ხომ? რა როლი ითამაშა ამ გარდაქმნის პროცესში, ან თქვენს ჩამოყალიბების პროცესში და გაზრდის პროცესში შინაგანად ფსიქოლოგიურმა მხარდაჭერამ და თერაპიამ? ითამაშა გადამწყვეტი როლი. მე გავდიოდი 2 წლიან სავალდებულო თერაპიას, როგორც ფსიქიატრიულ შემოწმებას, იმიტომ რომ გერმანიაში ესეთი ინსტანციები უნდა გაიარო იმისთვის, რომ მიიღო დასკვნა გენდერული დისფორიის შესახებ. ეს ფსიქიატრიული განაკვეთია. შესაბამისად მოითხოვს ხანგრძლივ დაკვირვებას, შრომას და მუშაობას როგორც თერაპევტებთან, ფსიქოთერაპევტებთან, ასევე ფსიქიატრთან. ჩემი ფსიქიატრი გახლდათ ფრაუ ბაუმგარტენი, მადლობა გადაუხადო, იმიტომ რომ ზუსტად მისი დამსახურება ის, რომ გავთავისუფლდი გარკვეული მარწუხებისაგან და მოხდა ჩემი რეინტეგრაცია როგორც ქალის საზოგადოებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და მე ვთვლი, რომ ყველა ტრანსგენდერი ქალი, რომელიც არ გადის ამ დახმარებას,
განწირულია იმისთვის, რომ დიდხანს იტანჯოს და თვითონ ეძებოს რაღაც ეს ფსიქოლოგიური გზები იმისთვის, რომ გადარჩენა შეძლოს. ეს კი მნიშვნელოვანია, რატომ აგიხსნით ახლავე ზოგადად ძუძუმწოვრებში და სოციალურ და სოციალურ ცხოველებში ყველაზე დიდი სასჯელი ევოლუციის მიერ დაწესებული არის ჯოგიდან, რემიდან, ხროვიდან განდევნა, ხო ესე არის. მოკვეთა და შესაბამისად თემიდან მოკვეთაც ეს არის ის რაც ხდება მაპროვოცირებელი დეპრესიის თუნდაც და დეპრესია უკვე შემდეგ იწვევს აგორაფობიას და სხვა ტიპის ფსიქოლოგიურ წუხილებს ასე ვთქვათ არ დავარქმევ დაავადებებს მაინც რაღაცა ისე ჟღერს შესაბამისად ფსიქოთერაპევტის და ფსიქიატრის გარეშე ამ საკითხებზე მუშაობა დამოუკიდებლად არის ძალიან რთული და ინტეგრაციისთვის მე ვთქვი რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ზუსტად ეს არის აგორაფობიას და ყველა იმ ჩამოთვლის რაც მე უკვე ვახსენე მოყვება ისიც რომ რთული ამაზე ლაპარაკი ტრანსგენდერებს ხშირად გვიჩნდება სუიციდალური აზრები ეს არის მიზეზშედეგობრივი კავშირი ყველაფრით გამოწვეული ჯაჭვი არის ერთგვარი რომელიც ერთი რაღაც რომ მოხდება იმას მოყვება უკვე შემდეგი ეტაპი შემდეგი ფსიქოლოგიური პრობლემა იმას მეორე მოყვება მესამე და ასე უსასრულოდ შეიძლება ჩაიძირო ადამიანი აი ამ ფსიქოლოგიურ პრობლემებში ამიტომ მნიშვნელოვნად მიმაჩნია და ჩემი გადარჩენაც დიდწილად ცოტა თერაპიის დამსახურებაა კი, ალბათ აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ ტრანსგენდერ ადამიანებში ბევრად მაღალია ფსიქიატრიული კომორბიდიტაციის, ასე ვთქვათ, ფსიქიატრიული დაავადებების თუ გადახრების თუ ასე შემდეგ რისკი. აქაც ძალიან რთული იყო ზუსტი სტატისტიკის მოძიება, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველა მიზეზის და გამომდინარე, რომ მაღალია ფსიქიატრიული დაავადებების სტატისტიკური მონაცემები ნამდვილად გეთანხმებით. აი ამ ფსიქოლოგიურ და ფსიქიატრიული მხარის გარდა გვაქვს, რა თქმა უნდა, უკვე ფიზიკური ცვლილებებიც, რომელიც ჩემთვის როგორც ექიმისთვის ასევე ძალიან საინტერესოა. ეს არის ჰორმონალური თერაპიის შედეგი. შეგიძლიათ აი ამ ჰორმონალურ თერაპიაზე მოგვიყვეთ, როგორ დაიწყეთ, როდის დაიწყეთ, რა დრო დაჭირდა შეგუებას და რა ცვლილებები შეამჩნიეთ? გერმანიაში პირველ რიგში რეგისტრირდებით ფსიქიატრთან იმისთვის რომ მივიღოთ დასკვნა გენდერული დისფორიის შესახებ მანამდე არ ინიშნება ჰორმონალური თერაპია სანამ ფსიქიატრი არ გაერკვევა თქვენს დიაგნოზში და ამის შემდეგ პოულოდ კვალიფიცირებულ ენდოკრინოლოგს ის გვინიშნავს ჰორმონალურ თერაპიას და მივყვებით საფეხურო ნაბიჯ მივყვებით აი ამ ჰორმონალურ თერაპიას რეალურად ხომ ეს ჰორმონალური თერაპია მაღალი რისკების შემცველია ჩვენ ახლა ყველას გამოგვიცდია ასე ვთქვათ როგორ თქვა არ ვიცი დაბადებით ვისაც გაგვიმართლა და ქალებად დავიბადეთ მოდი ასე ვიტყვი შინაგანათაც ქალები ვართ და გაგვიმართლა და გარეგნობაც ქალის გვაქვს ყველას გამოგვივლია იგივე ის პირველი მენსტრუაციის მოსვლა, იქ გარდატეხის ასაკში ჰორმონალური ცვლილებები, მერე რაღაცა ასაკიდან უკვე მენოპაუზული ცვლილებები ან პრემენოპაუზული ცვლილებები, რომლებიც ყველა ქალს თუ არა უმეტესობას ძალიან აწუხებს, ხშირად რაღაცა დისფორიულ შეგრძნებებს იწვევს და ასე შემდეგ. მაგრამ გარდა ამისა არსებობს კიდე მართლაც და ფიზიკური რისკები, როგორც არის თრომბოემბოლიის მომატებული რისკი, გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამაზე გელაპარაკებათ ვინმე ამ რისკებზე და თქვენ ასე ვთქვათ თანხმდებით ამ რისკებს იმისთვის, რომ თქვენი გარეგნული ცვლილებებიც გახდეს, ასე ვთქვათ, თანმდევი იმ შინაგანი ცვლილებებისა. უკაცრავად, დიახ, ეს ასეა, მე გამოვყოფთი ორი ტიპის ცვლილებას, რომელსაც იწვევს ჰორმონალური თერაპია. პირველი ეს არის, რა თქმა უნდა, ფიზიოლოგიური ცვლილებები, მეორე არის ფსიქოლოგიური ცვლილებები. იგი გვათავისუფლებს ტესტესტერონის დათრგუნვის გზით, იგი გვათავისუფლებს რიგი მამაკაცური ფსიქიკური თავისებურებებისგან მე ვიტყოდი, ხო? და გვეყალიბებს აბსოლუტურად ქალურ კონსტრუქს ფსიქოლოგიურს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პროცესი ინდივიდამდე განსხვავებულია. ყველასთან ერთად არ იქნება, იმიტომ რომ ორგანიზმის საპასუხო რეაქცია შეიძლება იყოს სრულიად სხვადასხვა ტრანსგენდერ ქალთან. შესაბამისად, ჩემთან ეს იყო
არც თუ ისე რთული, იმიტომ რომ წინასწარ ვემზადებოდი ფსიქოლოგიურად ამ ყველაფერთვის, ისევ და ისევ მივდივართ უბრუნდებით იმ საკითხს, რომ ძალიან დამეხმარდნენ თერაპევტები, ვისთანაც ვმუშაობდი, ეს იყო ფსიქოლოგიური თერაპია და ფსიქიატრიული კონსულტირება. შესაბამისად, არ გამჭირვებია, იმიტომ რომ უკვე ვიცოდი, ინფორმირებული ვიყავი რა მკვეთრი მოვლენები შეიძლება ჰქონოდა ჰორმონულ თერაპიას, რა ეფექტი შეიძლება მოეხდინა, ან არ მოეხდინა და როცა ადამიანი ესე აშენებს ფსიქოლოგიურ ბარიერებს და ემზადებს წინასწარ რაღაცისთვის საფუძვლიანად, იმდენად აღარ გიჭირს, თუმცა მაინც და მაინც ადვილიც არ არის. ყველაზე მეტად რა ინფორმაცია ან მითითება აღმოჩნდა თქვენთვის სასარგებლო იყო რაღაცა, რაც ამ პროცესში, განსაკუთრებით ამ ფიზიკურ ცვლილებების და ჰორმონალური მკურნალობის დროს ყველაზე გამოსადეგად მიგაჩნიათ? იყო ასეთი რჩევა და მეც ვურჩევდი ტრანსგენდერ ქალებს, რომლებიც მიყურებენ ან უყურებენ ახლა ჩვენს ინტერვიუს, ეს იყო მოთმინება. მითხრეს, რომ პროცესი იქნებოდა ძალიან დამღლელი, ხანგრძლივი და ეფექტი და შედეგი არ იქნებოდა არც ერთ დღეში, არც ორ დღეში, არც ერთ წელში და არც ორ წელში. ეს არის მართლაც ძალიან ხანგრძლივი პროცესი და საჭიროა მოთმინება და ძალისხმევა. არ უნდა ისარმაცო, არ უნდა გინდოდეს, არ უნდა ჩავარდეს სასწავლკვეთილებაში, თუ კი ხვალ ვერ დაინახავ ეფექტს, როცა დაიწყებ ჰორმონულ თერაპიას მაგალითად, ხო? არ უნდა ელოდი, რომ აი გავიღვიძებ და უკვე ქალი ვიქნები. ამის წარმოდგენა ჩვენთვის ისევ მათთვის, ვისაც გაგვიმართლა რეალურად ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად არც კი ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს. არა და სიმღერა კომფორტია სინამდვილეში, როცა შენი ფსიქიკური კონსტრუქტი ემთხვევა შენს ფიზიოლოგიას, რეალურად ეს გაძლევს ადამიანს ფორას ცხოვრებაში. ის მდგომარეობა კი, რომელშიც ჩვენ აღმოჩნდებით ტრანსგენდერი ქალები, საკმაოდ უკან გვხევს იმ თვალსაზრისით, რომ გამორჩებით ხოლმე ძალიან ბევრ სოციალურად მნიშვნელოვან აქტს, პროცესს, მე ვიტყოდი. და ეს აძლევს ცხოვრებას კი. თქვენ სოციალურ ქსელებს რეალურად ძალიან ძნელია რომ არ აუყვეთ, თუ ერთი თქვენი ვიდეო შეხვდა ადამიანს, იმდენად გამორჩეული ხართ, რომ მე უნდება რომ ძალიან ღრმად ჩაყვეს თუ აყვეს და დღეს კიდევ ერთხელ ვეძებდი სამწუხაროდ ვერ ვიპოვე ერთი პატარა ლექსი იყო, რომლის რაღაცა ფრაზად მოტანა მინდოდა. შინაარსი ასეთი იყო, რომ თქვენს ყოფილ შეყვარებულზე წერდით. რაღაცა, ანუ შინაარსი ესეთი იყო, რომ რადგან შვილი ვერ გავუჩინე, თუ შვილს ვერ გავუჩენდი, თუ რაღაცა მსგავსი რაღაცა იყო და ეს ისე მომხვდა თავიდან გულზე და რეალურად მინდა აქვე ყველა იმ ქალს, ტრანსგენდერს თუ ბიოლოგიურად თავიდანვე ქალად დაბადებულს, რომელსაც ან ვერ გაუჩენია შვილი, ან მისი გადაწყვეტილება, ან რეალურად ესე მოხდა, მინდა ვუთხრა, რომ მიუხედავად იმისა, შვილს გააჩენენ თუ არა და შვილს გაუჩენენ თუ არა მამაკაცებს, საყვარელ მამაკაცებს თუ ზოგადად მამაკაცებს, მაინც ქალები არიან, ანუ რეალურად ქალის ამომავალი ფუნქცია სულაც არ არის მხოლოდ შვილის გაჩენა და ეს მინდოდა თქვენთვის მეთქვა და ასევე იმ სხვა ქალებისთვისაც, ვისაც შვილი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო არ ყავს, მე არ ვთვლი, რომ ვინმე ამიტომ არასრულფასოვანი ქალია. სამწუხაროდ აქ მივდივართ ჩვენი პატრიარქალური წყობის საოცრებებამდე, იქამდე რომ ქალს ავალდებული ჩვენი საზოგადოება და არა მხოლოდ განვითარებადი ქვეყნები, არამედ განვითარებულების კი ხშირად იმას, რომ ქალის მთავარი ფუნქცია, მისი მისია არის ის, რომ გააჩინოს შვილი და მამაკაცებიც ამას ასე აღიქვამენ სამწუხაროდ. სამწუხაროდ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ესეც ნელა-ნელა შეიცვლება ისევე, როგორც ბევრი სხვა რამ. რას ურჩევთ ტრანსგენდერ ქალებს, რომლებიც ახლა გვიყურებენ და ჯერ არ მისულან, არც ენდოკრინოლოგთან, არც სხვა სპეციალისტთან, საიდან დაიწყონ, ვის მიაკითხონ, ვისთან მივიდნენ რჩევისთვის? ფსიქოლოგი, ჩემი რჩევა მაინც ვუბრუნდებით ისევ ფსიქოლოგიის თემას, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მთავარი თვითკვლევისთვისაც და გადაწყვეტილების მიღებაშიც გეხმარება. იცით, საჭიროა რეფლექსირება, საკუთარი თავში ღრმად ჩახედვა, ამოცნობა იმის თუ
რა გჭირდება იმისთვის, რომ იყო ბედნიერი, იყო კარგად. მე კი მიმაჩნია, რომ შეიძლება ძალიან ჰედონისტურია ჩემი პოზიცია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ადამიანი ჩდება ერთხელ და ჩდება ბედნიერებისთვის. იმისთვის და ცოდნა იმის, რა გხდის ბედნიერს, არ მოდის ასე უცებ. ამასაც სჭირდება შრომა. ტრანსგენდერ ქალებს, რომლებიც გვიყურებენ, ვურჩევთ იმას, რომ პირველი ნაბიჯი გადადგან, თუ კი ფიქრობენ, რომ ისინი არიან ტრანსგენდერი ქალები, მივიდნენ ფსიქოლოგთან და ყველა ეს ეტაპი, ყველა პროცესი გაიარონ სპეციალისტების დახმარებით. იმიტომ რომ ასეთ დროს როგორც მედიცინაში არ შეიძლება თვითმკურნალობა და რაღაც ბალახეულით თავის კივილის მოშორება, ისე აქაც ხო წარმოიდგინეთ ეს როგორი მარტივი რაღაც არის და ტრანსგენდერობა კიდე ძალიან რთული მოვლენა არის, ხო ეს არის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. შესაბამისად, მარტო გავუმკლავდი ამ ყველაფერს არის შეუძლებელი. ნუ შერცხვებათ, ნუ იზარმაცებენ, მივიდნენ სპეციალისტებთან და გაიარონ ეს ნაბიჯები მათთან ერთად, იმიტომ რომ კიდევ კარგი არსებობენ ადამიანები, რომლებიც გვეხმარებიან ამ გზის გავლაში, ამ ძალიან რთული გზის გავლაში და უგულებელყოფა ამის არ შეიძლება. გეთანხმებით, მაგრამ მეორე მხრივ, რამდენად ადვილია ამ სამედიცინო სერვისების მიღება, თუნდაც გერმანიაში, იმიტომ რომ აქაც ხო ვიწრო სპეციალიზაციაზე ლაპარაკი, სავარაუდოდ ყველა ფსიქოლოგი თუ ფსიქიატრი არ მიიღებს პაციენტს მსგავსი პრობლემებით და აქაც ხანდახან ერთი წელი ელოდებიან პაციენტები თუნდაც ფსიქოლოგიურ სეანსებს, ასე ვთქვათ, თუ ეს რეგულარულად უნდა იყოს. რამდენად ადვილია ამ სერვისის მიღება გერმანიაში? ადვილია იმ შემთხვევაში, თუ კი ისევ და ისევ მზად ხარ ჩაერთო პროცესში და ხელი არ აიღო, არ თქვა უარი დასახულ მიზანზე. რთულია ბიუროკრატიული მანქანა ისევ და ისევ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი წერა გიწევს, კითხვა გიწევს, აქ დაბადებულთათვის ალბათ არც თუ ისე რთულია. უბრალოდ ხანგრძლივი პროცესია. სხვა ქვეყნებში ჩემთვის ამდენად ცნობილია, უფრო მარტივია მიღება, უფრო მარტივად შესაძლებელია მიღება დასკვნის გენდერული დისფორიის შესახებ. გერმანიაში საგულდაგულოდ გაკვირდებიან, სწავლობენ არა ერთი სპეციალისტი, არამედ ზოგჯერ რამდენიმეც კი. და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნებული არიან სპეციალისტები იმაში, რომ თქვენ გაქვთ გენდერული დისფორია, გაცლებენ დასკვნას ამის შესახებ და უკვე იწყება ის ეტაპები, რომლებიც ჩვენ წახან ვახსენეთ, ხო, ჰორმონალური თერაპია და ასე შემდეგ, უკვე შემო ქირურგიული ჩარევა, ოპერაციები. თუმცა ეს ალბათ კარგიც არის, რადგან ბევრი სკეპტიკოსი თუ კრიტიკოსი ხშირად ამბობს ხოლმე, რომ ესე არ შეიძლება, შეიძლება ახალგაზრდა ადამიანს მხოლოდ გონია, რომ ასია და 10 წლის შემდეგ ინანოს. ამ შემთხვევაში ალბათ ძალიან კარგია, როდესაც ერთი და ორი სპეციალისტი გაფასებს და დებს დასკვნას, რომ ეს ნამდვილად ასია და არ არის უბრალოდ ახირება ან მოდას აყოლა, რასაც ხშირად კრიტიკოსები ასე უწოდებენ ხოლმე. ბატონო. აქვე უნდა აღვნიშნო, რაც ამ მოდას აყოლა შეეხება ჩემი სუბიექტური აზრით, ამ ჩვენს პატრიარქალურ სამყაროში უარი თქვა კაცობაზე არის რეალურად ძალიან დიდი ნაბიჯი და რეალურად ის ნაბიჯი, რაც უკან ხევს საზოგადოებაში, ასე არ არის? დიახ, ასია და ამ მაგალითს მე დავიყვანდი წმინდა ფიზიოლოგიურ კრიტერიუმებამდე მე ვიტყოდი. ნახეთ როგორი რაღაცა არის. ფაქტობრივად ევოლუციამ განაპირობა ასე ხო, მამაკაცები ფლობენ გარკვეულ ფიზიკურ უპირატესობას ქალთან შედარებით, ხო ესეა, ამის უარყოფა ძნელია. ავიღოთ თუნდაც სისწრაფე, კუნთოვანი მასა და ასე შემდეგ ეს კი არაფერს წყვეტს, თუ სპორტს არ მივადგებით, ხო, სხვადასხვა განაყოფები არსებობს, მაგრამ მაინც ეს ერთგვარი ევოლუციური ბიოლოგიური უპირატესობა არის. ნახეთ, რაღაცას ვამბობ პატრიარქალურზე და სოციალურ უპირატესობებზე, რომელსაც ასევე ფლობენ მამაკაცები. ჰორმონალური თერაპია, რა თქმა უნდა, როცა ვახსენებდი ფიზიოლოგიურ ცვლილებებს, იწვევენ ცხიმოვანი ქსოვილის გადანაწილებას, ხო, კუნთოვანი მასის კლებას, იწვევენ ტესტოსტერონის დაქვეითებას, ეს აქვეითებს შესაბამისად ლიბიდოსაც, აგრესიასაც, ძალასაც, ენერგიასაც და ასე შემდეგ. ნებაყოფლობით თქვა უარი ასეთ ევოლუციურ ცხენზე, საჩუქარზე მე ვიტყოდი. იქნებოდა სრული სიგიჟე, ხო ესეა, თუ ადამიანს მართლა არ ექნებოდა დიაგნოზი გენდერული დისფორიის სახით. ანუ ნებაყოფლობით უარი თქვა ასეთ პრივილეგიებზე, არა მხოლოდ სოციალურზე, არამედ ბიოლოგიურზე, წმინდა ანატომიურზე. არ არის ადეკვატური თუ იმ შემთხვევაში თუ კი რა თქმა უნდა ადამიანს არ აქვს არ არის იმ მდგომარეობაში, როგორშიც ვართ ჩვენ ტრანსგენდერი ადამიანები.
რეალურად გამოუვალ მდგომარეობაში ასე გამოდის და დიახ. იმიტომ ხდება ამ ყველაფერზე უარის თქმა, თორემ ჩვენ მაგალითად მეც და ჩემი უახლოესი მეგობარიც ხშირად ვიმეორებთ ერთ ფრაზად, შემდეგ სიცოცხლეში იმედი გვაქვს კაცად დავიბადებით, რათა პირდაპირ მოგვეცეს რიგი უპირატესობები, რაც ხშირად ჩვენს პატრიარქალურ სამყაროში სამწუხაროდ ასე ხდება ხოლმე. ბოდიში შეგაწყვეტინეთ ისეთი ბედნიერება ქალობა ჩემთვის იმდენად დიდი რაღაცა არის ეს რომ ყველა ცხოვრებაში ვისურვებდი მაინც თუნდაც ყველა პრივილეგია წამართვან მაინც ქალად ვისურვებდი დაბადებას და მგზის ქალას აღარ მეტად მესმის თუ გაქვთ ინფორმაცია საქართველოში რამდენად არის შესაძლებელი თუნდაც აი ამ ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული სერვისების მიღება ძალიან ძნელია ყოფნა და როგორც წესი ეს ხერხდება მეგობრების და ნაცნობობის გზით, რომ აი მე გავიგე ვიღაც არის ასეთი და იმას მივაკითხო და დავურეკო. ოფიციალურად როგორც ეს გერმანიაში ხდება ხომ, მიდიხარ შეიძლება მის უწყებაში, წერ განცხადებას, იღებ პასუხს, თავისი რეკომენდაციებით, სპეციალისტებით და ასე შემდეგ. ეს საქართველოში არ გვაქვს სამწუხაროდ. და ადამიანებს ისევ და ისევ თავისით უწევთ ამ გზების პოვნა სპეციალისტებისაც, შემდეგ ჰორმონებისაც და ასე შემდეგ. სახელმწიფოსთვის და ჯანდაცვის სისტემისთვის ტრანსგენდერი ქალები არ ვარსებობთ ფაქტობრივად, რაც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. ჩვენი ქვეყანა საზოგადოებაც უგულებელ ყოფს ჩვენს არსებობას. დიდი იმედი მაქვს, რომ არის რაღაცა ნაწილი, რომელიც ასე არ ფიქრობს, მაგრამ არსებობს ალბათ მეორე ნაწილიც სამწუხაროდ, რომელიც ასე ფიქრობს მართალია. დარჩა რა მე ვთქვათ რისი თქმაც გინდათ თუ გინდათ მიმართეთ ჩვენს მაყურებელს გითმობთ ასე ვთქვათ ბოლოსკენ იმ წუთებს თუ გნებავთ გამოიყენეთ და უთხარით საზოგადოებას ვისაც ჯერ კიდევ არ ესმის რომ რეალურად თქვენ მართლაც უპირატესობაზე ამბობთ უარს და ბევრ სიძნელეს და ზოგჯერ სამწუხაროდ შეურაცხყოფასაც აწყდებით მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ მართლაც ასეთი დაიბადეთ და შინაგანად სულ ასეთი იყავით. მხოლოდ ალბათ იმას დავამატებდი და მივმათავდი ჩვენს მაყურებელს, რომ იცხოვრეთ ისე, როგორც თქვენ გეცხოვრებათ, როგორც მოგწონთ და იყავით ბედნიერები და მიეცით სხვა საშუალება იყვნენ ბედნიერები, იცხოვრონ ისე, როგორც მათ გონიათ, რომ სწორი და მართებულია. თავარია ერთმანეთის პირად საზღვრებს არ კვეთდეთ, თავარია ერთმანეთს არ ვაზიანებდეთ ამით. სხვა დანარჩენი უნიშნელოა. ყველა ადამიანი იმსახურებს იმას, რომ იყოს თავისუფალი, ბედნიერი და საზოგადოების ნაწილი, სრულფასოვანი. თვლით, რომ ინტეგრირებული ხართ ბოლომდე აქ გერმანიაში? დიახ, ვთვლი რომ კი. ყველაზე მთავარი ფაქტორი არის ის, რომ მე აღვიქვები როგორც ინდივიდი, როგორც ადამიანი და მოუკიდებლად იმისა, ჯერ წინა პლანზე მოდის ეს, რომ მე ვარ ინდივიდი და უკვე შემდეგ ხდება განხილვის საგნად ის, ან იქცევა განხილვის საგნად ის, ჩემი გენდერი, ჩემი ორიენტაცია და ასე შემდეგ. წინა პლანზე მაინც ყოველთვის წამოწეულია ადამიანობა, ის რომ ადამიანი ვარ პირველ რიგში და ამას ვგრძნობ ყველგან. რა თქმა უნდა, არის ესეთი არსებობენ ნახაც ესეთი ადამიანები, რომლებიც არ მიესალმებიან ამ ყველაფერს, მაგრამ მცირე ნაწილია. ძალიან მიხარია, რომ კარგად გრძნობთ თავს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და გისურვებთ ისევ და ისევ მუდმივ განვითარებას და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ თავზე გააგრძელებთ მუშაობას და განვითარდებით და გისურვებთ მართლა მთელი გულით ბევრ წარმატებას. უღმესი მადლობა, ვიდრე დაგემშვიდობებოდეთ, კიდევ დავამატებ იმას, რომ მომსვე შემოთავაზება ინტერვიუსთან დაკავშირებით და ხშირად ვარ მithქვამს სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგრამ თქვენთვის არ შემეძლო ვარის თქმა და ჩემს გამომწერებს, რომლებიც ალბათ უყურებენ ამ ვიდეოს, ვთხოვ რომ გამოიწეროთ თქვენი არხი, იმიტომ რომ ხართ უნიჭერესი, საოცარი სპეციალისტი თქვენი საქმის, გიშდებით თქვენს ინტერვიუებზე და ამაყივარ იმით, რომ დღეს მე თქვენთან ვარ. დიდი მადლობა. მეც მოგიწოდებთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხები და გემშვიდობებით სასიამოვნო დღეს გისურვებთ. Brains are buzzing, thoughts are bright. Neurons firing day and night. Science stories deep inside. Welcome to the Mind Spotlight.